გესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. ვერანაირად ვერ მოვახერხე აქამდე ჩაწერად, რომ ძალიან გადარბენებს და საქმეებში ვიყავი და ამიტომ დღეს როგორც იქნა გამოვნახეთ, რომ თქვენთვის რომ ჩავწერო გაშლა. დღევანდელი გაშლა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს, რომ რა უნდა სივრცეს რომ მითხრას, ხო? რა უნდა სამყაროს რომ მითხრას. რა უნდა გავაკეთო, ხო? უნდა რა თქმა უნდა, ახლა პირდაპირ ინსტრუქციას ჩვენ ვერავისგან ვერ მივიღებთ, მაგრამ იმ გაგებით, რომ რაღაც მინიშნება, რა სითხოვს ეს სივრცე, სამყარო ჩვენგან, ხო? რა არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ და ესე ვთქვათ, ამ ეტაპზე რაზე გავამახვილოთ ყურადღება. ასე რომ, ვისაც ეს ინფორმაცია გაინტერესებთ, ეს გაშლა გეძღვნებათ თქვენ დღეს, ასე რომ დავიწყოთ. და მუსიკა თერაპიაც დავერთოთ დღეს. გვექნება სამი პოზიცია. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემოგვერდეს. ჩვენ კი დავიწყოთ. ასევე შევახსენებთ, რომ ეს გაშლა არის საჯარო და ზოგადი, ხოლო უფრო დეტალიზირებული ინფორმაციის მისაღებად იქნება ეს ამ თემასთან დაკავშირებით თუ სხვა თემებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციით. ნახოთ აბა. ნახოთ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა. რომ მიხვდეს პირველი პოზიცია მის ინფორმაცია, მისი პოზიცია თუ არა. ოკეი, კარგი, ნახოთ. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე, ხო? მისი პოზიცია, მისი ცხოვრების სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე, ხო? რაც მიცემს პირველ პოზიციის ინფორმაციას. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე. პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა ამ ეტაპზე. რა უნდა თქვენგან სამყაროს ახლა? რა უნდა თქვენგან სამყაროს ახლა, ხო? რა უნდა თქვენგან სამყაროს ახლა? დავიწყოთ ასე და მერე მივყვეთ. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა. ცხრიანი ხმლები. პირველი პოზიცია ახლა არის საკმაოდ ისეთ მძიმე ენერგიებში. აქ ბევრი ფიქრია, აქ ბევრი პესიმისტური აზრია, ბევრი ჩახვევა აზრებში, overthinking-ს რო უძახენ ინგლისურად, ხო, აი ზედმეტი ფიქრი, ბევრი ფიქრი. აი ყველაფერი ასეთი არის აქ პირველ პოზიციის ენერგიებში. სიმძიმე, ტვირთი, აი გონება არის გადატვირთული ამდენი უსარგებლო, რეალურად უსარგებლო აზრებით და ესეთი პესიმისტური განწყობებით. აქ შესაძლოა ასევე იყოს ძილის პრობლემები, ან ძილის წინ განსაკუთრებით შესაძლოა მწვავდებოდეს ეს მდგომარეობა, შფოთვა, მღელვარება, ნერვიულობა, სტრესი, დეპრესიაც კი, ხო? აპატია, ეს ყველაფერი ერთი სიტყვით აი აქ, ასე რომ პირველი პოზიცია ახლა არც ისე თუ მარტივ ენერგიებში იმყოფება. რატომ იმყოფება პირველი პოზიცია ასეთ ენერგიებში? 10-იანი თასები. აქ ემოციებთან დაკავშირებული თემებია. აქ შესაძლოა ვიღაცისთვის აქ იყოს პირადი ურთიერთობების თემა, ხო? არ არის აუცილებელი მანდ-მაინც რომანტიული, ვიღაცასთან შესაძლოა რაღაც მეგობართან დაკავშირებით, ოჯახთან დაკავშირებით, ახლო ადამიანებთან დაკავშირებით. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს იყოს ახლო ადამიანთან ზუსტადაც რომანტიულ კონტექსტიდან გამომდინარე სიტუაციები. მაგრამ ზოგადად, იმიტომ არის ცხრიანი ხმლები და აი ეს პოზიცია და ეს ენერგიები, რაც უკვე ავხსენი, რომ აი ემოციურად უჭირს პირველ პოზიციას, ხო? ბუნებრივი ახლა გაშლა ზოგადია და ყველა სხვადასხვა რაღაც ბექგრაუნდი გვაქვს უკან, მაგრამ ძირითადად თუ რატომაც არის ასეთი მძიმე ენერგიები პირველ პოზიციისთვის ახლა სიგნიფიკაციაში ეს არის იმიტომ, რომ პირველი პოზიცია გადის რაღაც ისეთ ემოციურად რთულ ფაზას ახლა. ხო, ამიტომაც გვაქვს აი ასეთი სიგნიფიკაცია. მალე გაივლის პირველ პოზიციან ფაზას.
თასების დედოფალი, როგორც კი მოისურვებთ თქვენ, ხო? აქ თვითონ პირველ პოზიციაზეა დამოკიდებული. თუ პირველი პოზიცია დიდხანს არ იჯდება და არ ჩაყვინავს ამ პესიმიზმში, მელანქოლიაში, დეპრესიაში, ამ ასეთ ნეგატიურ აზრებში, ხო, განწყობებში, თუ თქვენ რაღაც მსხვერპლის პოზიციაში არ ჩაყენებთ თქვენ თავს და გამოაფხიზლებთ და აიყვანთ თავს ხელში და რაღაც ეცითებით, რომ პოზიტიურზე გადაიყვანოთ თქვენი ყურადღება და თქვენი თავი ზოგადად, ხო? გადართოთ. მაშინ რა თქმა უნდა მალევე დასრულდება აი ეს ისეთი მძიმე ფაზა, მაგრამ აქ დამოკიდებულია რა თქმა უნდა თქვენზე. ეცადეთ რომ უფრო მეტად დრო დაუთმოთ მაგალითად ხელოვნებას, სხვადასხვა რაღაც შემოქმედებითობას, ხო? ბუნებაში ისეირნეთ, მოусმინეთ საკუთარ ემოციებს, არ ჩაპრესოთ რა თქმა უნდა ეს ემოციები. განიცადეთ, იგრძენით, ხო? იყავით იმ მომენტში, რაშიც ხართ. მაგრამ არ იყოთ მსხვერპლის პოზიციაში, ხო? ეცადეთ რომ რაღაც ფოკუსი გააკეთოთ უფრო პოზიტიურ რაღაცებზე, რაც დაგეხმარებათ, რომ გამოგიყვანოთ აი ამ მომენტებიდან, ხო? მომენტებში, როდესაც მოვა ეს პესიმისტური, მძიმე, დამთრგუნველი აზრები, ეგრევე გადართეთ თქვენი გონება რაღაც დადებითზე, ხო? ასევე ჩემს Instagram გვერდზე მაქვს სხვადასხვა გაზიარებული პოსტი, გაზიარებული კი არა და შეუქმნელი პოსტი, სადაც არის კარგად ჩამოწერილი სხვადასხვა ტექნიკები თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ნეგატიურ აზრებს. ასე რომ, ვისაც დაგაინტერესებთ, ლინკი მითითებულია თვითონ YouTube არხის ინფორმაციის ველში, ბიოში. დააჭერთ და გადახვალთ ჩვეულებრივ იქ, ხო? და გაიცნობით, ვისაც გაინტერესებთ, მართლა ძალიან კარგი პოსტი გამომივიდა და ვისაც ესე ჭირეობა ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება. კარგი, ნახეთ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია, თუ რეზონირდა ვაგრძელებთ, ვისთვისაც არ რეზონირდა, ან სხვა პოზიციას მოусმინეთ და თუ არც ერთი არ რეზონირდა, უბრალოდ ეს არ არის თქვენი გაშლა. კარგი, ვნახოთ ახლა, აი რა უნდა სამყაროს პირველ პოზიციიდან ახლა, ხო? რა უნდა სამყაროს თქვენგან? სამყაროს თქვენგან უნდა რომ შენიშნოთ ის შანსები, რასაც გაწვდით, რასაც გაძლევთ. არ უნდა სამყაროს ის რომ რაღაც, ანუ სამყაროს თქვენგან უნდა ის რომ გამოხვიდეთ აი ამ ენერგიებიდან, ამ რაღაც ყველაფერი ცუდად არის, ის არ გამომივა, ვაი თუ ისე ასე გავაკეთე, ყველაფერზე რაღაც ისეთი პოზიცია რომ არის მომენტში რაღაც ხელჩაქნეული, დამთრგუნველი, რომ აი ისიც არ მინდა, ისიც არ გამოვა. აი ყველაფერში რაღაც პესიმისტურ განწყობით რომ ვართ და არ გვაქვს იმედი, არც საკუთარი თავის, არც მომავლის, არც სამყაროსი, ხო? რაღაც მაინც ისე ვარ ზედმეტად კატეგორიულები და პესიმისტურები ყველაფრის და ყველას მიმართ განწყობილები, ხო? სამყაროს უნდა რომ ეს შევცვალოთ. სამყაროს უნდა რომ დავინახოთ შანსი იქ, სადაც შესაძლოა აი ამ განწყობებიდან გამომდინარე ჩვენ ვერ ვხედავთ ახლა შანსს, მაგრამ იქ რეალურად შანსია, ხო? აი ეს უნდა სამყაროს პირველი პოზიციიდან, რომ პირველი პოზიცია გამოვიდეს ამ ენერგიებიდან, ამ ძიმე დამთქრუნ ენერგიებიდან გამოვიდეს და როგორც იქნა მიმოიხედოს მის ირგვლივ, ხო? იქნებ და რა ხდება? იქნებ და რაღაც საინტერესოა თქვენს ირგვლივ, ხო? აი ეს უნდა თქვენგან ახლა სამყაროს, ხო? რაზე გააკეთოს აქ ფოკუსი პირველმა პოზიციამ, ხო? სამყაროს სივრცე რაზე ურჩევს პირველ პოზიციას რომ გააკეთოს აქ ფოკუსი, აქცენტი 7-7-7. აქ მე ვიტყოდი პესიმისტურ ნეგატიურ ემოციებიდან გამოსვლაზე გააკეთოს აქცენტი. ესე იგი, ისეთ განწყობებიდან, რაც გიხშობთ თქვენს თვით შეფასებას. ისეთ ენერგიებიდან, სიტუაციებიდანაც, ურთიერთობებიდანაც გამოდით, სადაც თქვენ არ გრძნობთ თავს, რომ თქვენ იქ გაფასებენ. თქვენ სათანადოდ გეპყრობიან, ხო? ბუნებრივია ჩვენს ანალოგიურად უნდა მოვეპყროთ სხვებსაც, მაგრამ სხვებისგანაც ჩვენს ვიმსახურებთ პატივისცემას, მოსმენას, ხო, ამ გაგებას და ამ ყველაფერს. ასე რომ, სადაც არის რაღაც ტოქსიკური სიტუაციები, თქვენთვის დამაზიანებელი, იქედან წავოდით. არ იჯდეთ ასეთ სიტუაციებში, ხო? არ გინდათ გამართლებების პოვნა, რომ აუ ახლა ასეთი ეტაპი მაქვს, ვერ წამოვალ რაღაცა. არა, არამედ გავსწორეთ პირდაპირ სიმართლის თვალი და უთხარით საკუთარ თავს. აქ მე ბედნიერად გრძნობ თავს. თუ თავს ვერ გრძნობთ ბედნიერად იქ, სადაც ხართ და იმ ურთიერთობებში, რაშიც იმყოფებით, ესე იგი იმან თავისი მოჭამ.
და რაღაც ცვლილებებია საჭირო, ხო? აი სამყარო ასე რომ ვთქვათ, რეკომენდაციას გაძლევთ, რომ გააკეთოთ აქცენტი ისეთ რაღაცეებზე, რაც თქვენს საზღვრებს აზიანებს, რაც თქვენს ინტერესებს აზიანებს, ის არ გვინდა. და გავაკეთოთ აქცენტი საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარ ემოციებზე, საკუთარ ბედნიერებაზე, საკუთარ თავზე. გავაკეთოთ აქცენტი საკუთარ ინტერესებზე, საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, ჯანსაღობის ფარგლებში, ხო? მე არ გულისხმობ აქ სულ მე სწახილს, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქრიც აუცილებელია და საკუთარ ინტერესების გათვალისწინება ძალიან აუცილებელია, ხო? ესე იგი, სამყაროს უნდა პირველი პოზიცია გამოვიდეს მძიმე ენერგიებიდან აუცილებლად აი ეს შიშები, ეს შფოთვა, ეს რაღაც სუბიექტური ხედვა გიბლოკავთ ყველანაირ შანსებს თქვენს ირგვლივ. ანუ რეალურად ჩვენ თვითონაც არ ვიცით, ისევ ბლოკავთ საკუთარ ცხოვრებას. ზუსტადაც ამ ჩვენი განწყობებით და ჩვენი აზრებით. ასე რომ სამყაროს უნდა რომ აქედან გამოვიდეთ. და გავაკეთოთ ფოკუსი კიდევ ერთხელ რაზე, რომ პირველმა პოზიციამ გააკეთოს ფოკუსი რაზე? მომავალზე, დახუროთ ის მძიმე სიტუაციები და მომავლისკენ გაიხედოთ, რომ გამოხვიდეთ იმ მძიმე გარკვეული სიტუაციებიდან, რაც თქვენთვის არ არის გამაბედნიერებელი ან ამავსებელი. დახუროთ რაღაც ციკლი, ხო? დახუროთ ის, რაც მეორდება და უკვე თქვენც დაიღალეთ რა ამით და ხვდებით, რომ всё რა არ არის ეს საჭირო. ასევე, ფოკუსი გააკეთეთ დასვენებაზე, რელაქსზე, ძალების აღდგენაზე, ხო? ყველაფერი, რაც შედის ამ რელაქსში და დასვენებაზე და ძალების აღდგენაში, იქნება ეს იოგა, სპა პროცედურები, თუ ბუნებაში გასვლა და დასვენება, თუ სადღაც დასასვენებლად წასვლა, ყველაფერი აქ იქნება ძალიან კარგად რა. ადგილას, როგორ თქვა სწორად, ამ ახსნას მოერგება, ასე რომ ვთქვათ. კარგი. ეხლა ვფიქრობ კიდე კითხვაზე. გაშლა არ დამიწერია და რაღაც იმპროვიზაციის სახით. ვაიმე, ვაკეთებ აშკარად კიდე რაღაცის თქმა უნდა. კარგი, რას ეტყოდა სივრცე სამყარო კიდევ აქ პირველ პოზიციას. რას ეტყოდა კიდევ სივრცე სამყარო აქ პირველ პოზიციას. გაიხსენით. ნუ შეგეშინდებათ, რომ გახსნათ თქვენი გული. ნუ შეგეშინდებათ ახალი კონტაქტების, ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაცნობების, ადამიანის გაცნობის ერთ სიტყვით ძალიან გავაკეთოთ თქვენ. ხო, ესე იგი, კიდევ აქ სამყარო, რასაც გეტყოდათ. გამოდი შენი შიშებიდან. ნუ გეშინია. შენ არ ხარ მარტო. შენს ირგვლივ არიან ადამიანები, ვისაც რეალურად შენ შეგიძლია გაეხსნა. ენდო, რაღაცები გაუზიარო, ხო? მიიღე ის გამოცდილება, რაც გაქვს, რამაც დაგიტოვა მწარე ანაბეჭდი და დღემდეც შესაძლოა რაღაც გეშინია, რომ გაეხსნა სამყაროს, ან გიშლის ხელს ადამიანებთან ურთიერთობაში, ან სიტუაციების ნდობაში, სამყაროს ნდობაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულ ასე უნდა იყო, ხო? მომსმინე შენს ინტუიციას, შენს შინაგან ხმას და ის დაგეხმარება, რომ იპოვო შენთვის საჭირო ადამიანები და სიტუაციები. ის რაც აი შენთვის არის გამოგზავნილი სამყაროდან, ხო? მაგრამ ამას რომ მიაგნო, საჭირო არის შენს ინტუიციას მოусმინო და არა შენს შიშებს. ასე რომ აი ამას გეტყოდა აქ სამყარო. და ვიკითხოთ ახლა რა დაეხმარება აქ პირველ პოზიციას, რომ აი ასეთი პესიმიზმისგან გამოვიდეს. რა დაეხმარება აქ პირველ პოზიციას, რომ აი დატოვოს ეს ცხრიანი ხმლები და რვიანი ხმლები. დატოვოს. რა დაეხმარება? რა არიცით, აქ მე ვიტყოდი დაგეხმარებათ რაღაც გარკვეული პაუზა. თუ აქამდე რაღაც ისეთი ცხოვრების ტემპი გქონდათ, ჩქარი, სწრაფი, სტრესული, ხო? რაღაც მომენტში კარგი იქნება, თუ აი შენელდებით, შეანელებთ თქვენ სვლას, იგივე დაისვენებთ. მაგალითად, სადმე წახვალთ დასასვენებლად, ხო? აქ უკვე ინდივიდუალურა, ვინ რამდენ ხანს ისვენებს, ან ვის რამდენი შეუძლია. მაგრამ რაღაც აუცილებელია, რომ რაღაც მომენტში შენელდეთ, შეანელოთ თქვენი სვლა და ცოტა დაისვენოთ. და ზუსტად ამ დასვენების რელაქსის პროცესში
მოვა გარკვევა, მოვა აი როგორ თქვა, მოვა იმის უფრო მეტი ნათელი ხატი გექნებათ იმისი თუ სად მიდიხართ, რა სიტყვოთ, რა გინდათ, ხო? რა წარმოადგენს თქვენს მიზანს და თუ როგორ მიხვდეთ იქ, სადაც გინდათ რომ მიხვდეთ, ხო? აი ეს დაგეხმარებათ აქ. და რა თქმა უნდა, რელაქსი, მეტი რელაქსი. კარგი, და რჩევა ანგელოზებისგან, თქვენთვის, ხო, ანგელოზების დასტას. მოიღებ ორაკულის დასტა, რჩევების დასტა, ანგელოზების და ნახოთ ზემო ძალებიდან, ნათელი ძალებიდან რჩევა პირველი პოზიციისთვის. Workshops and seminars, attending and giving speeches is part of your spiritual path and purpose. Be open to teaching and learning. And workshop-ები და სემინარებიო, აქ გვეუბნებიან, რომ შენი სულიერი განვითარების გზა მოიცავს იმას, რომ სხვადასხვა workshop-ებს დაესწრო, სხვადასხვა რაღაცები ისწავლო და თან სხვებსაც გაუზიარო შენი ცოდნა და დაეხმარო და ასწავლო, ხო? და იყავით გახსნილი იმისათვის, რომ შენც ისწავლო და შენც ასწავლო. ხო? არა მხოლოდ ვასწავლოთ, არამედ ჩვენც ვისწავლოთ, ხო? მუდმივად ვიყოთ მოსწავლეები, მაგრამ ამავდროულად, როდესაც საჭიროა, ვიყოთ მასწავლებლებიც, ხო? მასწავლებლებიც. ერთი სიტყვით გამიგეთ, ხო? ეს არის აქ რჩევა, ასე რომ წინ საინტერესო ამბებისკენ, წინ განვითარებისკენ, წარმატებებს უსურვებთ პირველ პოზიციას, გიგზავნით დადებით ენერგიებს, რაც დაგეხმარებათ. ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და გეუდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებს. მადლობა პირველ პოზიციას. ჩვენ გადავინაცვლებთ მეორე პოზიციასთან. გადასტებს მოვამზადებ. ჩემი კატები დასეირნობენ წინ და უკან ოთახში. კარგად არის საფქმელი აქ მეორე პოზიციისთვის. მივესალმებ მეორე პოზიციას. ეს ხმები წმენს ჩვენს ენერგეტიკულ ველს და ასევე პირდაპირ ურტყამს ჩვენს გონებაში ნეგატიურ აზრებს, ასე რომ ვთქვათ, აქრობს ნეგატიურ განწყობებს, ნეგატიურ აზრებს და ძალიან კარგია. ამიტომაც გამოგვიყენეთ ეს. კარგი, დავიწყოთ, ვნახოთ, რას მოგვიყვება მეორე პოზიცია. ჯერ დავდეთ მეორე პოზიციის სიგნიფიკაციას ახლა მისი ცხოვრების აი ამ ეტაპზე ეს იმისთვის რომ მეორე პოზიციამ მიხვდეს ანუ მისია ეს პოზიცია რეზონირდება თუ არა თუ არ რეზონირდება მოусმინეთ სხვა პოზიციას თუ არც ერთი არ რეზონირდა ესე იგი ეს არ არის თქვენი გაშლა და საერთოდ სხვა გაშლას მოусმინეთ ხო ხდება ხოლმე იმიტომ რომ ნუ საჯარო გაშლა მეგობრებო არ დაგვავიწყდეს ხო ეს კარგი მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, აი ახლა ამ ეტაპზე მეორე პოზიციის ცხოვრების სიგნიფიკაცია და მისი სიგნიფიკაცია და რა უნდა სამყაროს. ახლა მეორე პოზიციისგან, ხო? რა უნდა მეორე პოზიციისგან სამყაროს. ბოდიშეთ, დაპაუზება. დავიწყოთ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია. სამიანი კვერთხები მეთქი, ხმლები, three voices. მეორე პოზიცია, რა ხდება? მეორე პოზიცია ძალიან არც ვიცი აქ, ხო ხედავთ კარცაც, ხო თქვენ თვითონაც. ისეთი ეტაპი აქვს, ტკენა, ტკივილი, სიმწარე, იმედების გაცრუებაც შესაძლოა გქონდეს ვიღაცას. ანუ ვიღაცა აქ განიცდის შინაგან მარტოობას, ტკენას, ტკივილს, კიდევ ერთხელ სევდას, გულჩათხრობილობას, უამრავი რაღაც შეიძლება იყოს აქ, რა თქმა უნდა, ახლა სიტუაციებიდან გამომდინარე, ხო, ყველა სხვადასხვანაირი სიტუაცია გვაქვს, მაგრამ ენერგია არის ისეთი, აი
რო გტკივა რაღაც შინაგანად, ხო და თითქოს აქ შესაძლოა ისიც იყოს, რომ არა, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რეალურად გული არ არის ბედნიერი, ხო, აქ ცრემლებია, ხო, აქ არის ტკივილი და არის აქ რაღაც დახურული კარი, რის უკანათაც არის ჩვენი რაღაც ისეთი ამბები, რაც ჯერ კიდევ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და ეს ზეგავლენა არ არის დადებითი. ხო? აი ეს ენერგია არის აქ. მეორე პოზიცია რა ხდება? რატომ არის ეს? რით არის ეს გამოწვეული? 3-3 საინტერესოა. რა თქმა უნდა, აქ 3-3 გულისხმობს იმას, რომ აქ მხოლოდ მეორე პოზიცია არა, არამედ მეორე პოზიცია და გარკვეული ადამიანები არის ამ საქმეში, ასე რომ ვთქვათ, ჩარეული, ხო? აქ შესაძლოა იყოთ თქვენ და თქვენი მეგობრები, ან თქვენ და თქვენი ახლო ადამიანები, ან თქვენ და ვიღაცა კონკრეტული და თქვენ შორის სიტუაცია, ხო? აქ გამოწვეულია ეს სიტუაცია ვიღაცეებთან ურთიერთობებით, ან ვიღაცასთან ურთიერთობით, ან შესაძლოა ეს იყოს რამოდენიმე ადამიანთან სიტუაცია, ან ოჯახის წევრებთან მაგალითად, ხო? ნუ ვისთვის რა? დეტალებში არ წავალ, რადგანაც გაშლა საჯარო არის, მაგრამ ნუ გარკვეული აი ამ მიზეზების გამო რაც ვთქვი, აი ამიტომ უფრო მკვეთრად გრძნობს მეორე პოზიცია ამ სამიან ხმლებს, ხო? რთულია ეს. რა თქმა უნდა. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა ეს ჩვენ. და როგორ გამოვიდა საქმე მესამე მეთქი, მეორე პოზიციაა აქ. იკონტაქტეთ, ხო, თუ ეს სიტუაცია განპირობებულია ვიღაცასთან, კომუნიკაციიდან ვიღაცასთან ურთიერთობით, მაშინ შეგიძლიათ, თუ რა თქმა უნდა არის ამის შესაძლებლობა, ამ კონკრეტულ პიროვნებასთან ისაუბროთ ამ თემაზე. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ უბრალოდ გაუზიარეთ ეს მდგომარეობა იმ ადამიანს, ვისაც ენდობით, ხო? არ ჩაიკეტოთ მარტო საკუთარ თავთან. ძალიან აუცილებელია კომუნიკაცია თქვენთვის ახლა ძალიან აუცილებელია. აქ შეგიძლიათ მიმართოთ, არ ვიცი, ვისაც ვინ ჭირდება, ხო? შეგიძლიათ აქ მიმართოთ სპეციალისტს, ვინც დაგეხმარებათ, იქნება ეს კოუჩი ან ფსიქოთერაპევტი ან ტაროლოგი, ნუ ხო, ვინ ვის მიმართავს, ხო? მაგრამ ვისაც გაქვთ ამის მოთხოვნილება, რომ აი მაგალითად მეგობარი ვერ გამიგებს და ჯობია ვინმეს მივმართო, ესეც შედის აქ, რომ ვინმეს მიმართავთ, ხო? მაგალითად, მიმართავთ ტაროლოგს, რომ გაერკვიოთ ამ სიტუაციაში უფრო ვრცლად, ან მიმართავთ ფსიქოთერაპევტს, ან მიმართავთ თქვენ თვითონვე ირჩევთ სხვადასხვა სახის არტ თერაპიებს, ხო? ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლო იქნება აქ თუ გადაწყვეტთ, თუ არა და ასევე შესაძლოა ეს იყოს თქვენთვის ახლო ადამიანი, ვისაც ენდობით. ადამიანი, ვისაც გაუზიარებთ და ასევე მიიღებთ რაღაც ისეთ ინფორმაციას, ან ეს შეიძლება იყოს ასევე გვერდით დგომა, რაც თქვენ დაგეხმარებათ და გაგამხნევებთ, ხო? კარგი. ეს მეტნაკლებად გავარჩიათ, თუ ეს ინფორმაცია ახლოს მოდის თქვენთან და რეზონირდება, ვაგრძელებთ, ხო? თუ არა და აჩერებთ მოსმენას და ირჩევთ სხვა პოზიციას. კარგი, რა უნდა სამყაროს თქვენგან ახლა? რა უნდა? სამყაროს რა უნდა? სამყაროსგან უნდა გიყოს დომა და სევდიანობაში ყოფნა, გააღვიძე შენი შინაგანი კურთხევის დედოფალი, გააღვიძე შენი შინაგანი რესურსი, შენი შინაგანი ენერგია, მოусმინე შენს ინტუიციას და აკეთე ის, რაც მოგწონს. აკეთე ის, რაც გავსევს, აკეთე ის, რაც პირდაპირ შარქნულად ვიტყვი და ბოდიშამ სიტყვით გისწორდება, ხო? აი რაც მოგწონს, გისწორდება, გავსევს, აი აკეთე ეს. განვითარდი. ეზოთერიული კუთხით, ფსიქოლოგიური კუთხით, ხო? ეზოთერიის ნებისმიერი მიმართულება. მშვენიერი იქნება ახლა მეორე პოზიციისთვის დაგეხმარებათ. ეს არის აბსოლუტურად მოწოდება პიროვნული ზრდისთვის, სითამამისკენ, უფრო მეტი სითამამე, თავდაჯერებულობა, აქტიურობა, ხო, შესაძლოა ეს ფიზიკური აქტიურობაც იყოს, უფრო მეტი სპორტი, უფრო მეტი მოძრაობა, უფრო მეტი სიარული, უფრო მეტი იდეურობა, ხო? უფრო მეტი ქმედება. აი ამისკენ გიწოდებთ ახლა სივრცე, სამყარო, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, გიწოდებთ, რომ ადექი გააკეთე ის, რაც გინდოდა და მიყევი შენს ინტუიციას. ნუ მიყვებით აქ მხოლოდ, გეგმა, შაბათი ეს, კვირა ეს, მაისში ეს, ივლისში ეს, არა, შეიტანეთ რაღაც გარკვეულწილად სპონტანურობა
რაც იქნება გამოწვეული თქვენი ინტუიციით, თქვენი სურვილით, ხო? იმიტომ რომ აი მე შინაგანად აი მინდა რომ ეს გავაკეთო და მე ამას გავაკეთებ, ხო? რა თქმა უნდა, ისე რომ მე ამით არც ჩემ თავს არ დავაზიანებ და არც სხვასაც არ დავაზიანებ, ხო? ესეც აუცილებელი ფაქტორია. აი ეს უნდა ახლა მეორე პოზიციისთვის სამყაროს ასე რომ ვთქვათ. ამას ითხოვს თქვენგან სამყარო, ხო? ესე იგი სამყარო ითხოვს მეორე პოზიციისგან უფრო მეტ ქმედებას. აბსოლუტურად და კიდევ ერთხელ კვერთხები. ძალიან ბევრი კვერთხებია, რაც არის ცეცხლის სტიქია, ხო? მეტი ქმედება, მეტი პოზიტივი, მეტი იუმორი, მეტი ხალისი, მეტი ფართი, მეტი გართობა, ხო? საკუთარი თავის სილაღე. მე მეტად აქ კარგი იქნება კიდე სადმე რომ გახვიდეთ, ხო? იქნება ეს ფართი ან რაღაც ივენთი, ხო? სადაც გაერთობით, სადაც უფრო რაღაც ლაღად გაატარებთ დროს, ხო? თუ არის ამის შესაძლებლობა, აუცილებლად გააკეთეთ. თუ არ არის შექმენით ეს სიტუაციები თქვენით, ხო? იმიტომ რომ კვერთხები არის დინამიკა, არის სპონტანურობა, არის ქმედება, თამამად ადექი გააკეთებს, ხო? აი ეს არის ახლა სამყაროს მოწოდება თქვენთვის, ხო? რაზე გააკეთოს აქ ფოკუსი, მეორე პოზიცია, რაზე გააკეთოს აქ ფოკუსი? ემოციებზე. აუცილებლად გააკეთეთ ფოკუსი იმაზე, რომ თქვენ თვითონ აივსოთ თქვენი თავი. არ ეძებოთ ავსება, ემოციური ავსება გარედან. აივსეთ თქვენი თავი თქვენ თვითონ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ამის რესურსი, თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მიხედეთ თქვენ თავს. ხო, ნუ ეძებთ ვიღაცას, ვინც მოგაქცევთ ყურადღებას და აგავსებთ. არამედ მოусმინეთ თქვენს გულს. აი ამ სამიან ხმლებს დაუგდეთ ყური, ხო, რა გტკიბეთ, რა გაძუხებთ. მოусმინეთ ამას, ამ ყველა განცდაში იყავით, მოისმინეთ თქვენი ხმა, დაუახლოვდეთ საკუთარ ინტუიციას, ხო? ასევე მეტი ესეთი სულიერი პრაქტიკები, იოგა, მედიტაცია, ეს ყველაფერი არ ჩვეულებრივი იქნება აქ მეორე პოზიციისთვის და საერთოდ ყველა ადამიანისთვის. და აუცილებლად აკეთეთ ის, რაც გახარებთ, აკეთეთ ის, რაც აი გღვრით სიამოვნებას. აუცილებლად ფოკუსირდით პოზიტიურზე. პოზიტივზე, რომ შინაგანად გქონდეთ მზე და იმისათვის, რომ ჩვენ შინაგანად ვანათოთ, უნდა ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. ის, რაც გვახარებს, ის, რაც გღრის სიამოვნებას. დაუთმეთ საკუთარ საკუთარ თავს დრო უფრო სწორად. ასე რომ აი ეს არის აქ. ხო. და რა დაგეხმარებათ, ხო, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ და გადმომივარდა კარტი სამიანი კვერთხები. ნუ რა დაგეხმარებათ? გადააბიჯეთ, ყველა სირთულეს გადააბიჯეთ, თამამად წადით წინ სხვა. ეს შეიძლება იყოს წინ სხვა სადმე მოგზაურობა, იქნება ეს იმ ქვეყანაში, სადაც ხართ, თუ სხვა ქვეყანაში წასვლა. მოგზაურობა ძალიან მშვენიერი იქნება აქ, გადაადგილებები, ნებისმიერ ესეთი ხშირი გადაადგილებები ძალიან კარგი იქნება. მეტი ახალი, მეტი სიახლე, მეტი ახალი ჰორიზონტები თქვენს ცხოვრებაში, ხო? ეს ყველაფერი ძალიან საჭიროა. მეტი აპდეიტი არის ძალიან საჭირო, ხო? მეტი სიახლე, მეტი სითამამე, მეტი სპონტანურობა, მეტი სილაღე, მეტი პოზიტიურობა. და რაღაც ახალი ჰობი, ახალი ნაცნობები, ახალი ადგილი, ეს ყველაფერი აი ახალზე გააკეთეთ ფოკუსი. ეს გჭირდებათ და ეს დაგეხმარებით. ხო? კარგი, რა უშლის? ნუ პრინციპში ახლა რა უშლის კითხვას აქ მე ისედაც ლოგიკურია ჩემთვის, მაგრამ კარგი. რა აპკოლებს აქ მეორე პოზიციას და რა, ეს არ არის საჭირო, რა აპკოლებს? 7-იანი კვერთხები. რომ გაურბიხართ რაღაცას აქ. რას გაურბის აქ მეორე პოზიცია? 7. გაურბიხართ ტრანსფორმაციას. გაურბიხართ აქ თქვენ ტრანსფორმაციას. მელიასავით გქონიათ რომ ატყუებთ სამყაროს და არა. მე აი ვიპოვე გამოსავალი, ყველაფერი კარგათად გაურბიხართ, ხო? რეალურად არ არის ტრანსფორმაცია აქ გავლილი, ცვლილებები უნდა მოხდეს და თქვენ ვერ მოატყუებთ აქ სამყაროს. ეს ცვლილებები მაინც გნახავთ, გიპოვით, ამიტომ უბრალოდ თამამად შეაბიჯეთ ახალში რა. ნუ გაურბიხართ. ესე იგი, სიახლეს აუცილებლად ვარსკვლავი, ნუ გაურბიხართ სიახლეებს. წადით თქვენი ოცნებებისკენ. აუცილებელია, თამამად. დროა უკვე ამისი, აი ეს არის აქ მეორე პოზიციასთან. კარგი, რჩევა ნათელი ძალებისგან, ანგელოზების ორაკულს ვიყენებ.
ანგელოზების ორაკულისგან რჩება აქ მეორე პოზიციას, აბა, რჩება sacral chakra. You are highly sensitive to chemicals, additives, processed food and energies right now. Respect your sensitivities by avoiding harsh items, situations and relationships. ესე იგი აქ საუბარია იმაზე, რომ შენ ხარო ძალიან მაღალი გრძნობელობის პატრონი, ანუ ძალიან სენსიტიური ხარო, შეიძლება ეს სენსიტიურობა ასევე გამოიხატებოდეს სხვადასხვა საჭმლის საკვებების მიმართ. აი ქიმიკატები რაშიც შედის, ხო? საკვებში მაგალითად, რა ძალიან ხშირია დღესდღეობით. ამ ყველაფერს მეორე პოზიცია ძალიან გრძნობს, მისი ფიზიკურობაც ძალიან კარგად გრძნობს, ხო? სხეული ძალიან კარგად გრძნობს ამ ყველაფერს. და საერთოდ ენერგიებს ახლა ამ ცხოვრების ეტაპზე განსაკუთრებით ძალიან კარგად გრძნობთო. ამიტომ ეს არის რეალურად საჩუქარი და დაუთმეთ ამას დრო, მოусმინეთ ამ ყველა სიგნალებს, რაც გაძლევთ თქვენი სხეული, თქვენი თავი და მიიყევით ინტუიციას. ნებისმიერი ტოქსიკური ურთიერთობა არის ეს, თუ მავნე საკვები, თუ რაღაც მავნე ცხოვრების ლაიფსტაილი, რეჟიმი, ხო? ყველაფერი ეს მოიშორეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ახლა გიშლით ხელს, რადგანაც ძალიან გრძნობიარე ხართ ახლა კონკრეტულად განსაკუთრებით ამ ეტაპზე, ამიტომ გჭირდებათ მაქსიმალურად მხოლოდ დადებითი ენერგიები თქვენს ირგვლივ, ხო? რომ აი ბუნებრივია რომ ცხოვრებაში ახლა მხოლოდ დადებითი კი არა, არსებობს ისეთი მომენტებიც, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე პოზიცია ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევექმნათ ისეთი გარემო და ჩვენშიც ისეთი სიტუაციები, რომ მინიმიზირება გავუწიოთ ნებისმიერ სტრესს და ნეგატიურ ენერგიებს, ხო? აი ეს არის აქ საჭირო, ამას გავაკეთებთ, თუ ფოკუსირდებით დადებითზე, მოვუვლით ჩვენს ხეულს, ჩვენს თავს და არ ვიქნებით რაღაც გაურკვეველ ტოქსიკურ ურთიერთობებში, იქნება ეს რომანტიული, მეგობრული თუ კიდევ რაღაც სხვა სახის, ხო? ეს ძალიან აუცილებელი არის. წარმატებები მეორე პოზიციას გიგზავნით დადებით ენერგიებს, თუ მოგეწონათ ეს გაშლა, დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც არ გამოგიწერიათ და გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. ჩემი კონტაქტები მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. მადლობა, ვინც უყურებთ და ჩვენ გადავიდეთ ბოლო პოზიციისკენ. მივესალმები მესამე პოზიციას, როდესაც წყალს დავლევ. ვნახოთ აქ რა უნდა სამყაროს, რომ გითხრათ თქვენ მესამე პოზიცია. მე კი გამოვეყენებ მანამდე ისეთ ძალიან დადებით ხმას, რომელიც კარგია ჩვენი გონებისთვის და ჩვენი ენერგეტიკულ ველის გასასუფთავებლად. დავიწყოთ მესამე პოზიციის სიგნიფიკაციით. ვნახოთ მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, აი კონკრეტულად ახლა და მისი ცხოვრების სიგნიფიკაცია ასევე ახლა. ხო, ეს დაგეხმარებათ, რომ იგრძნოთ თქვენი ეს პოზიცია თუ არა, რეზონირდება თუ არა, თქვენზეა თუ არა. ვნახოთ მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, ახლა კონკრეტულად და რა უნდა სივრცეს, რომ გითხრათ. სამყაროს, რა უნდა რომ გითხრათ, რა უნდა თქვენგან ახლა, ხო, სივრცეს სამყაროს, როგორც კიდე ესე უჭირდეთ. ვაიმე, ეს არ შემიძლია, აი მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია იყო ზუსტად ეს. მესამეშიც ეს ამოვიდა. აქ აშკარად, ვისაც არ გიყურებიათ, მეორე პოზიცია აუცილებლად მოისმინეთ, იმიტომ რომ იქ იქნება ინფორმაცია აუცილებლად თქვენთვის. ვაიმე, მართლა ეს ანუ ასეთი ესე იგი, ამაშია თუ არ არის. ნუ აქ
სამიახლებშია თუ არა. მე ვიტყოდი, აქ სხვათა შორის მეორე პოზიციიდან განსხვავებით, აქ ის არის, რომ აი მესამე პოზიცია გამოსულია აქედან, ხო? აი პროცესშია. ну, პრინციპში მეორე პოზიციას კი პროცესში აქ სიგნიფიკაცია არის, როგორ იცი, რაღაცის დახურვა. თითქოს რაღაც კარი დახურეთ თქვენ ცხოვრებაში, ხო? რაღაცის კარი გამოიხურეთ, დახურეთ ცხოვრებაში. ეს მძიმეა თქვენთვის, ჯერ კიდევ ამას განიცდით, ხო? და აი ამიტომ ხართ რაღაც გარკვეულ ტრანსფორმაციაში თქვენ ცხოვრებაში, ჯერ კიდევ იქ ხართ, საიდანაც წამოხვედით, იქნება ეს ურთიერთობა თუ, არ ვიცი, სამსახური თუ კიდე რაღაც სხვა, მაგრამ ამავდროულად თან ახალშიც ხართ. და რაღაც ეს გაურკვეველი ეტაპია, რომელიც ჯერ კიდევ მაინც ის წარსული გამოცდილება და რაღაც რაც დახურეთ, დაკეტეცავით, ჯერ კიდევ მაინც იწვევს რაღაც სიმძიმის განცდას თქვენში. ასე რომ ვთქვათ, ასეთ ტრანსფორმაციულ რაღაცის დახურვის ეტაპზე ხართ. მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია რაღაცის დახურვა. ან უკვე დახურა, ან პროცესში აქვს მესამე პოზიცია და მალე დახურავს. ხო, აი ეს სიგნიფიკაცია არის აქ. მაგრამ ეს რა თქმა უნდა მარტივი თქვენთვის არ არის, იმიტომ რომ მოიცავს კომფორტული ზონიდან გამოსვლას, ან გამოვიდა უკვე აქ მესამე პოზიცია, ან ნუ ზოგს კიდე ეს აქვს, ხო, ჯერ კიდევ გამოდის კომფორტული ზონიდან, რომ რაღაც ქმედებებზე გადავიდეს. რა თქმა უნდა, არც ეს არ არის მარტივი პოზიცია, ბუნებრივია, ეს არ არის მარტივი, რთულია, მაგრამ მესამე პოზიცია ამას შეძლებს და მე ვიტყოდი, მშვენივრადაც არ თმევს აქ, ანუ კი, მომენტებში რთულია, მაგრამ მეტნაკლებად არ თმევთ აქ ამას თავს. კარგი. რა დაეხმარება აქ მესამე პოზიციას, რომ დაასრულოს სამიანი ხმლები. გამოხვიდეთ აი ამ სირთულისგან, ხო, აი შინაგანი აქ შესაძლოა მესამე პოზიციას მეორე პოზიციის მსგავსად გქონდეს მარტოობის განცდა. თითქოს აი მე ეულად ვარ, ჩემი არავის არ ესმის და რაღაც აი თითქოს ეს მძიმე სიტუაცია არასდროს არ დასრულდება და რაღაც მძიმეა ეს ყველაფერი, ხო? აი ამის განცდა შესაძლოა გქონდეს აქ. და ასე გრძნობდეს კიდეც მესამე პოზიცია და დაგეხმარებათ ის, რომ შეხედოთ ამას, რომ всё დასრულდა, მოკვეთოთ, ხო? ეს სიმძიმეები არათრიოთ თან გულში, არათრიოთ თქვენში ეს ყველაფერი და საერთოდ მოკვეთოთ და თქვათ, всё, ეს ეტაპი ჩემ ცხოვრებაში მე დავასრულე. კარი გამოვიხურე, всё, დასრულდა. ხო, ეს დაგეხმარებათ. კარგი. რა უნდა სივრცეს სამყაროს ახლა მესამე პოზიციისგან? რა უნდა? სამყაროს უნდა თქვენგან, რომ თქვენ განვითარდეთ. რომ იყოს აქ კარიერული ზრდა. რომ წახვიდეთ წინ, რაღაცები კიდევ უფრო დახვეწოთ, რაღაცები კიდევ უფრო ისწავლოთ, განვითარდეთ, მაგრამ ამავე დროულად აქ არის ისიც, რომ დაეხმაროთ სხვებს. დაეხმაროთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჯერ მაგალითად არ აქვს თქვენდენი გამოცდილება, ან არ აქვს ის კონკრეტული ინფორმაცია, მაგალითად რაშიც თქვენ ხართ სპეციალისტი, ხო? და თქვენ ამაში დაეხმარებით. აი ეს უნდა თქვენგან სამყაროს, ესე იგი აქ სამყაროს უნდა მესამე პოზიციიდან, რომ მესამე პოზიცია განვითარდეს აუცილებლად და დაეხმაროს სხვებს. კი, აი ვინც გადის იმ რაღაც რთულ მძიმე გზას, რაც თქვენ რეალურად უკვე გახვედით. ან თქვენ გაქვთ ინფორმაცია თუ როგორ უნდა გაიარო ეს პროცედურები და ეს გზა, ხო? არ აქვს მნიშვნელობა რას უკავშირდება ეს. აქ უკვე ყველა ინდივიდუალურად თავის კონტექსტიდან გამომდინარე აირჩევს თუ რა თემები არის აქ, ხო? რადგანაც გაშლა საჯაროა და არა ინდივიდუალური. განვითარება აუცილებლად. აქ აუცილებლად უნდა სივრცეს თქვენგან, რომ მესამე პოზიცია განვითარდეს. დაასრულეთ ერთი და იგივე წრეზე ტრიალი და რაღაც ახალი ნახოთ, ხო? იქნება ეს ურთიერთობა, იქნება ეს კარიერა, იქნება ეს საკუთარი თავის რეალიზება, თუ კიდე რაღაც სხვა განვითარდით. მეტი ახალი ინფორმაცია მოიძიეთ და წადით წინ, მაგრამ ასევე სამყაროს უნდა თქვენთან თქვენ იკონტაქტოთ და არ იჯდეთ თქვენს შიშებში, რომ არა, ვერ გამიგებენ, არ გამოვა, შესაძლოა გარკვეული კომპლექსებიც იყოს მესამე პოზიციასთან, ხო? გადაბიჯეთ ამ ყველაფერს. თამამად იკონტაქტეთ, იკომუნიკაციათ, მოიძიეთ ის ინფორმაცია, რაც გჭირდებათ. გადით ხალხში, გადით სოციუმში, თამამად ყველაფერი გამოგივათ, ხო? ეს უნდა თქვენგან სამყაროს. კარგი. რაზე გააკეთოს ფოკუსი აქ მესამე პოზიციამ? რაზე გააკეთოს ფოკუსი აქ მესამე?
სიახლისკენ. აუცილებლად რომ ძალიან გავს მეორე პოზიციას, ხო? თუმცა არის განსხვავებები, მაგრამ მე ვფიქრობ მეორე პოზიცია ვისაც არ მოგისმენთ, მოусმინეთ, იქაც იქნება ესეთი ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ, იმიტომ რომ მსგავსი კარტებია. ფოკუსი რაზე გააკეთოთ და აუცილებლად გააკეთეთ ფოკუსი იმაზე, რომ ბევრი იმოქმედოთ და თან იხელმძღვანელეთ თქვენი ინტუიციით, რაც ძალიან ძლიერი გაქვთ, ხო? იხელმძღვანელოთ ამით. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და მიყევით მას. ანუ თქვენ ინტუიციას მიყევით. ნუ გაყვებით თქვენს შფოთვებს, შიშებს და რაღაც მსგავსებს. თუ ვიმყოფებით რაღაც დეპრესიებში, სტრესში, რეჟიმი არეული და ასე შემდეგ, დავალაგოთ. მეტი აქტიურობა, მეტი სპორტი, მეტი ქმედება, მეტი სითამამე, ხო? აი ეს არის ამაზე გააკეთეთ ფოკუსი. მეტ ცვლილებებზე და გადმომივარდა და რვიანი პენტაკლი. მეტი ცვლილებები, ხო? მიდექით, მოდექით, იმუშავეთ ცვლილებებზე, აი პირდაპირ ასე. იმუშავეთ აქ ცვლილებებზე. კარგი. აქ მაინტერესებს, რა უშლის ხელს აქ მესამე პოზიციას, ხო? რა უშლის ხელს მესამე პოზიციას, რა აბკოლებს აქ მესამე პოზიცია. აბკოლებს. 6 პენტაკლი არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირს აქ მესამე პოზიციას, იმიტომ რომ გიჭირთ იმის დატოვება, რასაც მიეჩვიათ. აი, როგორ რაღაცა იცი, მე აქ კომფორტულად გრძნობ თავს. კი, შეიძლება უკეთესი იყოს რაღაც შემოთავაზება, ურთიერთობა ან იმ ადამიანთან სხვა ლეველზე ურთიერთობის გადაყვანა, კიდე რაღაც, მაგრამ მე კომფორტულად გრძნობ თავს. აქ და ჩემთვის ძალიან რთულია რომ ახლა ავდგე და საერთოდ ახალი რაღაც დავიწყო. ხო, აი ეს გიშლით აქ ხელს, აი ეს ძალიან მძიმეა აქ მესამე პოზიციისთვის და აქ მიტუარი კვერთხები, რომ ახალი ჰორიზონტები, ახალი, ყველაფერი ახალი. აქ სამყარო თქვენ, ასე რომ ვთქვათ, გაგდებთ თქვენი კომფორტული ზონიდან. ხო, და თქვენ ეს შანსი, რეალურად ამაში შანსია. ეს უნდა აიღოთ. და არ იჯდეთ ამ ღელვაში და შფოთვებში, იმიტომ რომ ეს წელავს ამ ყველაფერს და გიბლოკავთ ახალ შესაძლებლობებს. ესე იგი, მეტი განვითარება, მეტი წინსვლა, მეტი ქმედება, მეტი სითამამე. აი ეს გვჭირდება. ხო? კარგი. ნახოთ რჩევა. მოთელი ძალებისგან. მესამე პოზიციისთვის ახლა. Visualize success. See yourself doing well in this situation and have faith in a positive outcome. Visualization. წარმოიდგინეთ წარმატებაო, ხო? ამაზე აქ საუბარი. წარმოიდგინეთ წარმატებაო და წარმოიდგინეთ კონკრეტულად რაღაც სიტუაცია, აიჩიეთ, ხო, რაღაც ვისთვის რა, აიჩიეთ, ჩამოყალიბდით რაღაც ერთ სიტუაციაზე, რაშიც გინდათ, რომ აი მიაღწიოთ წარმატებას, ან გამოგივიდეთ ის სიტუაცია, ხო? და ყოველ დღე წარმოიდგინეთ ეს. აი როგორ წარმოიდგინეთ, იცი? დეტალურად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. შეგრძნების დონეზე, აი უნდა წარმოიდგინოთ, რომ აი მოხდა ის, რაზეც ოცნებობთ, ხო? всё, მოხდა ეს. როგორ გრძნობთ თავს? რა, ვინ არის თქვენს ირგვლივ? რა ვითარებაში ხართ? აი ეს მაგარია ძალიან ამის წარმოდგენა. ამის მედიტაციას ხოთშეს მიდევს მე ჩემს არხზე აქ ჩვენთან YouTube-ზე. ეს არის ჯონ კეხოს მედიტაცია, მან შექმნა ეს მედიტაცია და თვითონ ეს ადამიანი არის ნეიროფსიქოლოგი. და საერთოდ ძალიან ესეთი განვითარებული, მეცნიერი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ჩვენს გონებაში, ჩვენს ტვინში კონკრეტულად. და ამიტომ მის პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მან შექმნა ეს მედიტაცია, იმიტომ რომ იცის როგორ მოახდინოს ზეგავლენა ჩვენს გონებაზე, რომ ჩვენ ვამუშაოთ ჩვენი ტვინი ჩვენზე და არა პირიქით, ხო? ამიტომ ზუსტადაც, ვისაც და გაინტერესებთ, შეგიძლიათ აქ ნახოთ მედიტაციების რა ქვია და მავიწყო. პლეილისტში. მედიტაციების პლეილისტი ჩართეთ და იქ არის წარმატების მედიტაცია თუ რაღაც ასე ქვია და მავწყერა დავაწერე, მაგრამ ვერც ისწვით ნახავთ, სულ ორი მედიტაცია მაქვს აქ. ასე რომ, აი ეს ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზუალიზაცია და რწმენა, რომ ის სიტუაცია, რაც ძალიან გსურთ, გამოვა. ეს ძალიან აუცილებელია და ზუსტადაც ყველაფერი რომ გამოვა. მეტი პოზიტივი, მეტი ქმედება, მეტი სიახლე. არ შეგეშინდეთ ყველაფერს
შეეძლებთ. წარმატებებს ვუსურვებ ყველას, აუცილებლად დალაიქეთ და კომენტარეთ, მესამე პოზიციას უგზავნით დადებით ენერგიებს და იმედია ყველას ყველაფერი გექნებათ ისე როგორც თქვენ გსურთ. ვისაც არ გამოგიწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე.